გარემო ვაჭრის დახლია, ჩვეულებრივ მოგესალმებით ბატონ ნიკა და თუ შეგიძლიათ რომ გაგვაცნოთ როგორ გადავეწყოთ ონლაინ გაყიდვაზე. ეს ძალიან მარტივია, ვანო, მოგესალმები შენ, მივესალმები შენს ტელემაყურებელს და რა თქმა უნდა მივესალმები ჩემს ძვირფას გარემო ვაჭრებს. მეგობრებო, მინდა მოგესალმოთ, მინდა გაგახაროთ და გითხრათ რომ მე შევქმენი სპეციალური ონლაინ პლატფორმა გარემო ვაჭრეებისთვის. აპლიკაცია, სადაც გარემო ვაჭრეებს ონლაინ შეეძლებათ გაყიდონ მათი პროდუქტი. ჩემი მიზანია ეს ონლაინ პლატფორმა იყოს ყველასათვის გასაგები და მისაღები იმ ასაკის ადამიანებისთვის, ვინც გარე ვაჭრობით არიან დაკავებული, ამიტომ მე გადავწყვიტე რომ ჩემი ონლაინ აპლიკაცია იყოს ძალიან smart, ძალიან flexible და ძალიან friendly. ამ ონლაინ პლატფორმის სერვერი ბუნებრივია გაკეთებულია ვირტუალურ სივრცეში, ასევე არის სერვერის mirror სისტემა, რაც უზრუნველყოფს ბაზების დაცვას და რა თქმა უნდა კლიენტის კონფიდენციალურობას. მე მგონი ეს ძალიან მარტივია, ხოლო უფრო დაწვრილებით ცოტა ზემოთ მოგახსენებთ, ანუ თქვენს და რა თქმა უნდა ჩემს ძვირფას მოაჭრეებსაც. მაშასე იწყება ახალი ერა, რომელიც მოხუცებული მემწვანილებისგან ახალ ხედვებს, ახლებურ აზროვნებას და რა თქმა უნდა თანამედროვეობისთვის ფეხის აწყობას მოითხოვს. თქვენ მეუბნებით, ეს რთულია შვილო? არა, მე გპასუხობთ, ეს ძალიან მარტივია და ასევე რა თქმა უნდა nothing easy. Okay, listen to me, ჩემო ძვირფასო პენსიონერო მეგობრებო. მომავალო ანტრეპრენუარებო. მივყვეთ step by step და მე თქვენ გასწავლით თუ როგორ გაყიდოთ წინდა კოლგოტი, ფეხსაცმლის მაზი და ფრჩხილების საკვნეტელა ისე, რომ გარევაჭრობისკენ აღარც კი გაიხედოთ. ამ აპლიკაციით უნდა ისარგებლოს ყველა გარემო ვაჭრემ და რაც თავარია ეს ყველაფერი მათთვის მოგების მომტანი უნდა გახდეს. ანუ არ უნდა გამოგვივიდეს თხა buy, თხა sell. ანუ რა თხა buy, თხა sell. ვანო რა არის აქ გაუგებარი ხვდებით, ანუ ჩვენ ამ ყველაფრისგან უნდა დაგვრჩეს მოგება და არა თხა buy, თხა sell. ანუ არ უნდა გამოგვივიდეს თხა გავყიდე, თხა ვიყიდე. გახსოვთ ხომ არა ეს ძველი სიბრძნე. Okay, let's go. გადავიდეთ პრაქტიკულ მაგალითზე, ხო? ავიღოთ რიგითი გარემო ვაჭრე, პირობითად 74 წლის გარემო ვაჭრე, ქალბატონი ნინა ბებო მაგალითად. და მას ავუხსნათ როგორი მარტივია ეს ყველაფერი. ყურადღებით. ნინა ბებო გადმოიწერს აპლიკაციას, მობილური ოპერატორიდან კოდის გავლით ვერიფიკაციას გაივლის, შემდეგ რეგისტრირდება და მეილიდან აკეთებს საბოლოო დადასტურებას, შემდეგ გადადის პლატფორმის ვირტუალურ კაბინეტში, საიდანაც შედის სეტინგებში, სეტინგებიდან გადადის უკვე სორტირებაში, ირჩევს სასურველ კატეგორიას, შემდეგ განათავსებს იქ NIOS, მისცემს აქტივაციას და 24 საათის განმავლობაში მონაცემები პლატფორმაზე იტვირთება. ხვდებით ვანო, ხომ ძალიან მარტივია. ძალიან მარტივია. Yes, it's very easy. Okay. ესე იგი, ამის შემდეგ ვიწყებთ უკვე social media-ში გადაშიარებას და boosting-ს. ხვდებით, ეს უკვე მე მგონი ყველასთვის ადვილია და ყველამ ისედაც ძალიან კარგად იცის, რა თქმა უნდა და თუ ამ ყველაფერს, ვანო, გარემო ვაჭრე სწორად შეასრულებს. მან უკვე შეიძლება კომპანია Google-შიც კი დაიწყოს მუშაობა, ხვდებით? ღმერთო ჩემო, მე აი ისე ვარ აღფრთოვანებული, ახლავე მინდა რომ შევიძინო ამ აპლიკაციით რაღაცა, რასაც მე მესმის, ვანო, მე მესმის, მე ხედავ რომ აღფრთოვანებული ხარ და შენ ახლავე გინდა ამ აპლიკაციით შევიძინო ნებისმიერი რამ. თუნდაც ეს პროდუქტი, მაგრამ არა. მოდი ჯერ გადავხდეთ და shop მერე დავიძახოთ. დაველოდოთ. რა თქმა უნდა, ანუ ესეც ხვდებით ალბათ, შეამჩნიეთ ხო, ცოტა ბრიტანულ ქართული იუმორი ჯერ გადავხდეთ და shop მერე დავიძახოთ. ხვდებით ალბათ რა სტანდარტის იუმორი მარტივია, მაგრამ სტანდარტის დაწესებას ვაპირებთ. მე რაც შეეხება ყველის გამოწერას, არა, ანუ ყველი სპეციფიური პროდუქტია და რადგანაც ყველი რთული ასარჩევია, ყველის გრაფას გვერდით აქვს ღილაკი, რომელსაც აწერია გამასინჯე, ხვდებით არა? დააჭერთ ამ ღილაკს, დააჭერთ და ჩვენი კურიერი დანის წვერით თხლად მოჭრილ ყველს სახლში მოგართმევთ გასასინჯად. ძალიან კარგი. ასევე გთავაზობთ პრასის, აი ამ ულამაზეს კონას მაგალითად, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი აპლიკაციით შეგიძლიათ შეიძინოთ. ზომა M, წარმოებელი ინდირა ჯალაღონიას ბოსტანი. იგი იდეალურად ჯდება ხელში. დაფერთხვისას არტოვებს ტანსაცმელზე მწვანე ლაქებს და გააჩნია დაკეცვის 3 რეჟიმი: regular size, super slim და extra short. და ეს რა თქმა უნდა ყველაფერი როდია. დიახ, მე მესმის თქვენი ამ ყველაფრის შემდეგ, ჩემი ამ ინიციატივისა და პრეზენტაციის შემდეგ, ნებისმიერი გარემო ვაჭრე, ან ნებისმიერი თქვენგანი, შეიძლება დაფიქრდეს, რომ მე ვარ ბაჯაყლოყრე. თუმცა, ნუ აჩქარდებით, ამაზე შეგვიძლია დავსხდეთ, დიალოგი გავამართოთ და სწორად გავერკვეთ, მე მართლა ბაჯაყლოყრე ვარ, თუ ყლეთა ბელადი. ასე რომ არ აჩქარდეთ, ჩემო კარგებო.
და ბოლოს ეს ყველაფერი არ არის. Online პლატფორმის გარდა მთავარი პუნქტია delivery, ანუ პროდუქტის მიწოდება. ჩვენ გარემოვაჭრებებუებს დავატრენინგებთ და ისინი წამებში მიაწვდიან კლიენტს შეძენილ პროდუქტს. მე მინდა წარმოგიდგინოთ ცირაბებო, რომელმაც უკვე გაიარა ეს ტრენინგი მოტოსკოლაში და მივესალმოთ ცირაბებოს, რომელიც აგვაჩვენებს დემონსტრაციას. მოგესალმებით ცირაბებო. ის რა თქმა უნდა გარემოვაჭრიდან უკვე გადაიქცა ასევე delivery-ის ოსტატად და თუ შეიძლება ბებო გვაჩვენეთ როგორ მზადყოფნაში ვარ. აპლოდისმენტები ძვირფასო გარემოვაჭრეებო, უყურეთ თქვენს ეს გელოდება, თქვენ შეგიძლიათ, ჩვენ შეგვიძლია, თუ ციალა ბებომ შეძლო, თქვენ შეძლებთ. აპლოდისმენტები, დიდი მადლობა და მე თქვენთან ერთად წამოვარ. ჩვენი სტუმარი იყო ნიკა გრიგოლია, დიდი მადლობა.